და არამედ გამოგონილი იყო ეგ შუა საუკუნეების ხო ხდები გასაშავებლად. ეგ მართლა იყო ეგეთი პრაქტიკა, რომ ძალით იგონებდნენ მეთოდებს, რომ აი ამით აწამებდნენ ადრე ხალხსო და ეგ ბოლომდე ვერ გავერკვიე რა იყო რეალური რა არა, მაგრამ ჩემი საყვარელი წამების მეთოდი გეტყვი რა არის. ეგ უნდა იყოს აუცილებლად ფსიქოლოგიურიც რა. და ფრანგებმა გამოიგონეს ეგეთი ძალიან ხოშიანი წამების მეთოდი, რომელსაც ქვია უბლიეტი. უბლიე, რომ რამე ფრანგულად არის ზმნა, რაც ნიშნავს დავიწყებას. ხვდებით? j'ai oublié, მე დავივიწყე. და შესაბამისად ამ წამების მეთოდს ქვია უბლიეტი. და ეგ რა არის რა? რომ სასახლეში ესე გართხრილი იყო ჭასავით, სადაც ადამიანს აგდებდნენ, არ ვიცი რამდენი მეტრი იყო, მაგრამ იმდენი რომ შენ ხმას ვერავინ გაიგონებდა. და ესე ვარდებოდი იქ, სადაც იყო პატარა ოთახი, სადაც წესიერად ვერც დაჯდებოდი, ვერც დაწვებოდი, ვერც ვერაფერი და თან ისეთ ადგილებში აყენებდნენ ამ უბლიეტს, რომ შემდეგ იქ საჭმლის სუნები ჩადიოდა. და უბლიეტი დავიწყება რატო ხო საიდან მოდის, რომ იქ რო ჩაგაგდებდნენ მორჩა ესე დავიწყებას მიეცემოდი და ძალიან უსიამოვნოდ მოკვდებოდი. თემო ბედინაძე $3 თან გულით მადლობა თემო. წავიკითხავ ახლავე, ამიტომ ჩემი საყვარელი მეთოდი არის უბლიეტი. მოდი ფოტოსაც გაჩვენებთ ბარემ. უბლიეტის რომ მაინც ვიზუალურად იცოდეთ როგორი რამეა. უბლიეტი. ნუ აი კაი ფოტო რომელი იქნებოდა ახლა ამისი. და თან ნუ ახლა სხვადასხვანაირი იყო, ზოგი იყო იმდენად პატარა იქ სივრცე, სადაც ჩავარდებოდი, რომ ვერაფერი, ზოგი ისეთი იყო, რომ შეგეძლო ფეხზე დამდგარიყავი, დაწოლილიყავი და ასე შემდეგ. სად არის? აი, მოდი აბა ეს ფოტო ვნახოთ. რაიან გოსლინგი, რომელი საუკუნეა მეგობარო, წავიკითხავ, მადლობა. აი ესეთი რამე იყო უბლიეტი. წარმოვიდგინე, აი გაგდებენ, რამდენ მეტრზე არ ვიცი, მაგრამ იმდენზე რომ შენი ხმა ვეღარ ამოვა, დაივიწყე. და ხო რა. აი დავიწყდები ყველას და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ბოლოს შენც დაგავიწყდება შენი თავი. ბოლოს დაგავიწყდება, რომ მან დოდესმე არ იყავი და რამე სხვა ხდებოდა შენს ცხოვრებაში. აღარ გემახსოვრება მან როგორ მოხვდი საერთოდ. და ნუ მოკლედ, აი ჩემი აზრით ეს არის ყველაზე ხოშიანი საწამებელი. არისტოკრატი ვარ, რამე ისეთი თუ გინდა, რომ აი ხორცს როგორ გაჭრიდა რამე, მაგას არ გეტყვი. ეგ ხო ხდები, ეგ შავი საქმე არის.